მოგესალმებით. პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვთ. არც ერთი მათგანი ასე ერთბაშად არ ხდება. როგორც წესი, ორივე მათგანს პირველ რიგში წინაპირობები და წინმსწრები მოვლენები აქვს ხოლმე. კრიზისული პროცესის დანახვა პოლიტიკაში ან ეკონომიკაში, როგორც წესი, შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ ხოლმე. მაგრამ მანამ სანამ ხალხის დიდი ნაწილი ამას საკუთარ თავზე, ანუ როგორც იტყვიან, საკუთარ მაცივარზე არ იგრძნობს, იშვიათად იჯერებენ ხოლმე. შემდეგ კი სამწუხაროდ უკვე გვიანია. როდესაც ხალხის დიდი რაოდენობა, უმრავლესობა ხედავს კრიზისს, ეს ნიშნავს, რომ პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია და ახლა უკვე შედეგები ჩანს. თან ისე, რომ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ რჩება. დაახლოებით 100-ია დღეს ევროკავშირი და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთსა და გერმანიაზე ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაზე ვსაუბრობდით, სადაც ორივე ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისია. გერმანიაში მაგდებურგში მომხდარმა ტერაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ გერმანიაში კრიზისის მიზეზები კიდევ უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს. ეს კრიზისი პირველ რიგში შტატების deep state-ისთვის არის ხელსაყრელი და მთლიანობაში სწორედ მათი შემოქმედებაა. 2006 წლიდან დაწყებულმა გეგმამ იმუშავა. მაშინ ევროკავშირის ეკონომიკამ $1.5 ტრილიონით აჯობა ამერიკის ეკონომიკას, რაც გეგმის მიხედვით არათუ აღარ უნდა განმეორებულიყო, არამედ პირიქით ამერიკის ეკონომიკა უნდა გამხდარიყო ლიდერი. ევროკავშირი კი მასზე დამოკიდებული. დღეს ჩანს, რომ ეს ჩანაფიქრი ნელ-ნელა რეალობას უახლოვდება. კრიზისისთვის კი ევროკავშირსა და პირველ რიგში გერმანიაში ისეთი ადამიანები იყვნენ აუცილებელი, ვინც არა საკუთარი ქვეყნის, არამედ გარე ძალის ინტერესების გამტარებლები იქნებოდნენ. ამ კრიტერიუმებს კი შოლცი და მისი მთავრობა თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების სახით ნამდვილად აკმაყოფილებდნენ. გარე ძალაზე დამოკიდებულებისა და მორჩილების ნათელი და მკაფიო მაგალითია ის, რაც ჩრდილოეთი ნაკადების აფეთქების შემდეგ ვნახეთ. ფორმალური გამოძიება მოვალეობის მოხდის მიზნით. საუბარია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გასცადენებზე, რომელზეც გერმანიის საწარმოო და ეკონომიკური სიმძლავრე იყო დამოკიდებული. გერმანიის მთავრობის სრული დამოკიდებულება გარე ძალაზე უკრაინაში ომის მსვლელობის დროსაც გამოჩნდა. გერმანია და შოლცი გახდნენ ომის პოლიტიკის გამტარებლები და აქტიური დამცველები. საბედნიეროდ, შოლცს საღი აზრი მაინც არ დაუკარგავს და შორმანძილზე მოქმედი ტაურუსის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე ბოლომდე უარზე დარჩა. ეს ჩავარდნა, როგორც ჩანს, მომავალი მთავრობის პირობებში გამოსწორდება. პარტია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი, რომელიც ასევე მომავალ კანცლერად მოიაზრება, ტაურუსის ტიპის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის მომხრეა. გერმანიაში პოლიტიკური კრიზისის ნიშანია ისიც, რომ ნოემბერში მთავრობა დაიშალა. მაშინ ფინანსთა მინისტრმა თავისუფალი დემოკრატების პარტიიდან კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ კოალიციიდან მისი და მისი პარტიის გასვლის მიზეზი უკრაინის გაუთავებელი ფინანსური დახმარება გახდა. ვითარება შემდეგნაირი იყო. შოლცი უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს გადაცემას მოითხოვდა. ლინდნერი კი ამტკიცებდა, რომ თუ რეალურად სურდათ უკრაინის დახმარება, გერმანული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ტაურუსები უნდა გადაეცათ უკრაინისთვის. ეს დამატებითი 3 მილიარდი კი უკრაინისთვის და ომის მსვლელობის პროცესში ვერაფერსაც ვერ შეცვლიდა. სამაგიეროდ გერმანიას გაეზრდებოდა თავისი ვალი. ასეთ ზედაპირულ და გაუფრთხილებელ დამოკიდებულებას გერმანიის მიმართ ლინდნერი აღარ მოითმენდა. ლინდნერის პოზიცია შოლცს არ მოეწონა, კოალიციაც დაიშალა. 16 დეკემბერს კი გერმანიის პარლამენტმა ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. სხვათა შორის აქვე ვთქვათ, როგორია პარტიების რეიტინგები თებერვალში ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებამდე გერმანიაში. სურათი საკმაოდ საინტერესო და ნიშანდობლივია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით 2021 წლიდან 2024 წლის დეკემბრამდე პარტიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების კავშირმა დაახლოებით 32%-ით, ხოლო მეორე ადგილს დამაჯერებლად იკავებს პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის დაახლოებით 18%-ით. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები საკმაოდ დაძაბული და რთული იქნება სისტემური პარტიებისთვის. აუცილებლად დადგება პარტიასთან ალტერნატივა გერმანიისთვის კოალიციის შექმნის საკითხი, რაზეც ყველა დანარჩენი პარტია უარზეა. ამან კი შეიძლება კიდევ ერთი ხელახალი არჩევნების დანიშვნა გამოიწვიოს, რაც უკვე ღრმა პოლიტიკური კრიზისის ნიშანი იქნება. ამის ალტერნატივა იქნება ისეთი კოალიცია, სადაც ქრისტიან-დემოკრატებისა და ქრისტიან-სოციალისტების კავშირი შეძლებს და კოალიციას ამჟამინდელ და
ძალზედ არაპოპულარულ სოციალ-დემოკრატებთან შეკრავს. ნახოთ, თუმცა იქამდე არც გერმანიის ეკონომიკური მაჩვენებლებია კარგ მდგომარეობაში. გერმანული ავტოწარმოების ერთ-ერთი სიმბოლო Volkswagen-ი გერმანიის ტერიტორიაზე 3 ქარხნის დახურვას აპირებდა. ახლა აღმოჩნდა, რომ ქარხნებს აღარ დახურავენ. სამაგიეროდ 35,000 თანამშრომელს გაათავისუფლებენ. საწარმოო ძალას შეამცირებენ და ახალი თანამშრომლების აყვანას შეაჩერებენ. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს ემატება იდეოლოგიური კრიზისიც, რომლის მაგალითია გერმანიაში 1 ნოემბრიდან ძალაში შესული ახალი კანონი. ბუნდესტაგმა მიიღო კანონი თვით გამორკვევის შესახებ, რომლის მიხედვით ქვეყანაში გენდერის, ანუ სოციალური სქესის შესვლის პროცედურა გამარტივდა. აქამდე თუ გენდერის შესვლისთვის 2 ფსიქოლოგისა და სასამართლოს თანხმობა იყო საჭირო, ახლა ეს აუცილებლობა მოიხსნა და თითოეულ გერმანელს შეუძლია წელიწადში ერთხელ 25 ევროდ შეიცვალოს სქესი. დოკუმენტებში კი არჩევანის 4 შესაძლებლობა იქნება: ქალი, კაცი, სხვა და სქესის დაზუსტების გარეშე. ამ ფონზე ტერაქტი გერმანიაში არსებულ კრიზისს მხოლოდ ხაზს უსვამს. მაგდებურგში მომხდარი ტერაქტის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. მულტიკულტურალიზმის მორიგი კრახი ევროპაში. 20 დეკემბერს გერმანულ ქალაქ მაგდებურგში ტერორისტული აქტი განხორციელდა. 50 წლის ემიგრანტი საშობაო ბაზრის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილით შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს მიზანმიმართულად ეჯახებოდა. 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 9 წლის ბავშვი. 200-ზე მეტი დაშავდა. 40 მოქალაქის მდგომარეობა კი კრიტიკულია. დამნაშავისთვის გერმანიის მთავრობას ლტოლვილი სტატუსი ჰქონდა მინიჭებული და ის გერმანიაში 2006 წლიდან ცხოვრობდა. საუდის არაბეთში დაბადებული თალები, რომლის გვარსაც გერმანელი სამართალდამცავები არ ასაჯაროებენ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ექიმად მუშაობდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საუდის არაბეთმა ამ პიროვნებას ადრე ბრალი წაუყენა ტერორიზმში და ქალების უკანონო გადაყვანაში სპარსეთის ყურიდან ევროპაში. ამ ბრალდებების მიუხედავად გერმანელებმა უარი თქვეს თალების ექსტრადირებაზე საუდის არაბეთში 2016 წელს და მას ლტოლვილი სტატუსი მიანიჭეს. ეს გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილი პირველი ტერორისტული აქტი არაა. 2016 წელს ბერლინის საშობაო ბაზარზეც ანალოგიური ტერორისტული აქტი მოხდა. მაშინ ტუნისელი მიგრანტი დიდი სატვირთო ავტომობილით შეიჭრა საშობაო ბაზარზე და გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებდა. 12 ადამიანი შეეწირა იმ ტერორისტულ აქტს და 70 დაშავდა. ეს გერმანიის მთავრობისთვის და ევროკავშირის ლიბერალური პოლიტიკისთვის მიგრანტების მიერ გაწნული პირველი სილა იყო. 2018 წელს უკვე ფრაიბურგში შოკის მომგვრელი სექსუალური ხასიათის ძალადობა მოხდა, როდესაც 10 სირიელმა მიგრანტმა 18 წლის გოგონა გააუპატიურა ჯგუფურად. ეს უმძიმესი დანაშაული 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 9 ეჭვმიტანილს მხოლოდ 4-დან 5.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ერთი მათგანი უდანაშაულოცნეს. ამ ამბავს დიდი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. გერმანიაში მიგრაციული კრიზისის წარმოუდგენლად გამძაფრება წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ყველაფერი კი 2015 წელს დაიწყო. როდესაც გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 მილიონი მიგრანტის და თავშესაფრის მაძიებლის მიღება გადაწყვიტა გერმანიაში. გლობალისტების მოთხოვნით თუ საკუთარი წინდაუხედავობით, ქალბატონმა მერკელმა განაცხადა, რომ მათ ეს შეუძლიათ, რაც ითარგმნებოდა როგორც მათი მზაობა მიგრაციულ გამოწვევას გამკლავებოდნენ. Wir haben so vieles geschafft, wir schaffen das. Wir schaffen das. გერმანიას მიგრანტების არნახული რაოდენობა მიაწყდა. 2015-2016 წლებში გერმანიაში თავშესაფრის ძიების თაობაზე 1,200,000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. ახლო აღმოსავლეთიდან წამოსულ ლტოლვილებს აფრიკული კონტინენტის მაცხოვრებლების დაემატა, რომელთა უმრავლესობა ევროპაში უკეთესი ცხოვრების და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინში მიდიოდა. თავიდან ბრიუსელის ლიდერშიპი ამ ამბავს დიდი ენთუზიაზმით შეხვდა. მერკელი პირადად სტუმრობდა მიგრანტების თავშესაფრებს. მათთან სელფებს იღებდა. ვინც თავიდანვე აკრიტიკებდა ამ ავანტიურისტულ პოლიტიკურ წამოწყებას, მათ ხან რასისტებს, ხან ქსენოფობებს ეძახდნენ. უკრაინის ომმა გერმანიაში უკვე უკრაინელი ლტოლვილების მასიური შემოსევა გამოიწვია. საერთო ჯამში 2024 წლის ივნისის მონაცემებით გერმანიის ტერიტორიაზე 3.5 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს. მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები გერმანიაში ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ისინი ასევე მძიმე ტვირთად აწვევიან გერმანიის ბიუჯეტს. ქვეყნის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 10 მილიარდი ევრო იხარჯება მიგრანტების ფულად დახმარებაზე, საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მცდელობებზე. მხოლოდ
2023 წელს გერმანიაში 26.5 მილიარდი ევრო დაიხარჯა ლტოლვილებზე. ეს ფული გერმანიის მოქალაქეებს აკლდება და ლოგიკურია, რომ ბრიუსელის ლიბერალური კურსის მხარდაჭერა სულ უფრო და უფრო მცირდება. მოქალაქეების დაუცველობის შეგრძნება მოსახლეობის უკმაყოფილების მატებას იწვევს და პოლიტიკურ დღის წესრიგში ამ საკითხის აქტუალიზირებას. გერმანიაში ორი პარტია მიგრანტებისთვის კარის დახურვის და მათი დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. ეს მემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვისაა და ახლად შექმნილი მემარცხენე სარა ვაგენკნეხტის კავშირი. ორივე პარტიის რეიტინგი მზარდია და საერთო ჯამში აღემატება სამთავრობო სამპარტიული კოალიციის რეიტინგს ერთად აღებულს. გერმანიაში თავიდანვე იყო ხალხი, ვინც ქვეყნის ისლამიზაციის და მიგრანტების მოზღოვების საფრთხეებზე ღიად საუბრობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ტილო სარაცინი, გერმანელი ინტელექტუალი და პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 2009-2010 წლებში გერმანიის ფედერალური ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2010 წელს გერმანელმა პოლიტიკოსმა ხმაურიანი წიგნი გამოსცა სახელად „გერმანია თვითლიკვიდაცია“. ნაშრომში ავტორი იმას აღწერს, თუ რა ელოდება გერმანიას შობადობის დაცემის, პრობლემატური იმიგრაციის და ნაკლებად განათლებული და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ზრდის შემთხვევაში. სარაცინი ამტკიცებს, რომ მუსლიმურ ლტოლვილებს მეორე-მესამე თაობაშიც კი არ სურთ გერმანულ საზოგადოებაში ინტეგრირება. საფრთხის გააზრების მაგივრად გერმანიაში ტილო სარაცინი დააკენსელეს. ჯერ გერმანიის ფედერალური ბანკის დირექტორთა საბჭო დაატოვებინეს და შემდეგ სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან გარიცხეს. ის რაც სარაცინს დამართეს, ლიბერალური ფაშიზმის იდეალური მაგალითია, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი გერმანელი მოაზროვნის პროგნოზირებული სქემით მიდის. ბატონო სარაცინ, თქვენ დიდი ხნის წინ მიანიშნებდით მასობრივი მიგრაციის პრობლემებზე. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე ფიქრობთ, რომ მართალი იყავით და სწორი იყო თქვენი პროგნოზები? ეგ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ იყო მართალი და ვინ არა, მაგრამ ზუსტად ისე განვითარდა მოვლენები, როგორც მე მაშინ ვიწინასწარმეტყველე. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ჩვენ უცხო კულტურებიდან მილიონობით მუსლიმ ახალგაზრდა კაცს ქვეყანაში შემოუშვებდით, ეს შედეგების გარეშე არ ჩაივლიდა ჩვენი ქვეყნისთვის. და სწორედ ეს მოხდა. რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. სინამდვილეში კი რაც ყოველდღიურად ხდება, ეს არის შემაშფოთებელი. ყოველწლიურად გერმანიაში 8000 დანით თავდასხმა ხდება და წინა წელს 400 ადამიანის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, სადაც დამნაშავეები ისლამური წარმოშობის ქვეყნებიდან არიან. აი, ეს არის ფაქტები. მაგრამ მიგრაციული კრიზისით გერმანიის პრობლემები არ მთავრდება. გერმანია უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია. 6 ნოემბერს გერმანიის შუქნიშნის კოალიცია დაიშალა და ქვეყანა უმწვავესი კრიზისის ფაზაში შევიდა. კოალიციაში სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები შედიოდნენ. მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მთავრობაც დაიშალა. 16 დეკემბერს გერმანიის ბუნდესტაგმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება. 394 ხმით 207-ის წინააღმდეგ გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. ეს სავსებით ლოგიკური იყო, რადგანაც გერმანიის მთავრობის ბოლოდროინდელ პოლიტიკას ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ეთანხმება. საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევების მიხედვით მოსახლეობის 85% ნაკლებად კმაყოფილი ან საერთოდ არ არის კმაყოფილი გერმანიის მთავრობის საქმიანობით. ამ ყველაფერს ემატება ეკონომიკური რეცესია და ქვეყნის დაღმასვლა. ეს თითქმის ყველა სექტორს ეხება და ყველა მოქალაქისთვის მარტივი შესამჩნევია. 2024 წლისთვის გერმანია პანდემიამდელ მოხმარების დონესაც კი ვერ დაუბრუნდა, რაც ეკონომიკური ვარდნის მასშტაბზე მიუთითებს. ბოლო წლების განმავლობაში გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტი მატების მაგივრად იკლებს. წინასწარი პროგნოზით ვერც 2024 წელს ვერ გაიზრდება. მხოლოდ 2025 წელს არის ნავარაუდები მინიმალური ზრდა 0.8%. ეს წამყვან ეკონომიკებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. პროდასალური ლიბერალური მედია გერმანიას ევროპის ავადმყოფ ადამიანად მოიხსენიებს. ეკონომისტი მაგალითად კითხულობს, როგორ იქცა გერმანია ევროპული ლიდერიდან მის მაჩანჩალა წევრად. სხვადასხვა ქვეყნების წარმოების ინდექსებს თუ შევადარებთ ერთმანეთს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე სწრაფ დეინდუსტრიალიზაციას ევროპული ქვეყნებიდან გერმანია და ავსტრია განიცდიან. ჩნდება ლოგიკური კითხვა: როგორ მივიდა გერმანია აქამდე? გერმანული მრეწველობა, ინჟინერია და მანქანათმშენებლობა ყოველთვის ხარისხის ეტალონად ითვლებოდა. გერმანული ინდუსტრია ევროპის ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებდა და ევროპულ კონტინენტზე 10 წლეულების განმავლობაში უმაღლეს თამასას აწესებდა. მთელს მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის სასურველი შენაძენი იყო ისეთი ცნობილი გერმანული ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Mercedes-ი, Volkswagen-ი,
BMW, Bosch, Siemens და უამრავი სხვა. ეს ინდუსტრიები მილიონობით ადამიანს ასაქმებდა. სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდობით ევრო შექონდა, რითაც ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების და სხვა საჯარო სიკეთეების დაფინანსება ხდებოდა. საჯარო ინფრასტრუქტურის შექმნა და გერმანია მთელი მსოფლიოსთვის იყო სოციალური სახელმწიფოს მისაბაძი მაგალითი. მრეწველობის თითქმის ყველა დარგი ენერგიას საჭიროებს, განსაკუთრებით კი ბუნებრივ აირს. გერმანული ინდუსტრიული მანქანა კი რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული დრამატულად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გერმანიაში მოხმარებული გაზის 55% რუსეთიდან იყო იმპორტირებული. ამიტომაც რუსულ გაზზე უარის თქმამ გერმანიისთვის საბედისწერო შედეგები გამოიწვია. 2022 წელს ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა აღიარა თუ რაზე იყო დამყარებული ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობა. Our prosperity has been based on cheap energy. ჩვენი კეთილდღეობა დაფუძნებული იყო რუსულ იაფ ენერგომატარებლებზე, იაფ და ხელმისაწვდომ გაზზე, რისი უსაფრთხოებაც და სტაბილურობაც დამტკიცებული იყო დროის განმავლობაში და ასევე ჩინეთის დიდ ბაზარზე წვდომით. ჩინეთში ექსპორტი და ჩინეთიდან იმპორტი, ტექნოლოგიების ტრანსფერი, ინვესტიციები და იაფი ჩინური საქონელი ევროკავშირში. ჩინელმა მშრომელებმა დაბალი ხელფასებით უფრო მეტი გააკეთეს ინფლაციის შესაკავებლად, ვიდრე ყველა ცენტრალურმა ბანკმა ერთად აღებულმა, ასე რომ ჩვენი კეთილდღეობა დაფუძნებული იყო ჩინეთზე და რუსეთზე, ენერგომატარებლებზე და ბაზარზე. Central banks together. გერმანიის ეკონომიკის ამჟამინდელმა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმაც აღნიშნა 2023 წელს, რომ თუ რუსული გაზი ევროპას აღარ მიეწოდებოდა, განსაკუთრებით კი გერმანიას, მაშინ ქვეყანა დეინდუსტრიალიზაციის გზას დაადგებოდა. 2022 წლის ზაფხულში მსოფლიოს უდიდესი ქიმიური კომპანიის BASF-ის გენერალურმა დირექტორმა მარტინ ბრუდენმიულერმა ყველა გააფრთხილა, რომ რუსულ გაზზე ემბარგოს გერმანიისთვის დამანგრეველი შედეგები ექნებოდა. გათვითცნობიერებულად გსურს ჩვენი ეკონომიკის დანგრევა. ეს გამოიწვევს უდიდეს ეკონომიკურ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შუქით ჩაქვრება და ჩვენ ვიხილავთ მასიურ უმუშევრობას და სიღარიბეს. მარტინ ბრუდენმიულერის შემზარავი პროგნოზი გამართლდა. გერმანიის ხელისუფლებამ არც საკუთარ მრეწველობის გიგანტებს დაუგდო ყური, არც ეკონომიკის მინისტრის რჩევა არ გაითვალისწინა და მხარი დაუჭირა რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის აღრძალვას. ევროკავშირთან ერთად ანტირუსული სანქციების უამრავი პაკეტიც ამოქმედა და ის ტოტი მოჭრა, რომელიც გერმანულ ეკონომიკას ასაზრდოებდა. რუსეთის ეკონომიკას დიდად ვერაფერი დააკლეს, აი გერმანიის ეკონომიკა კი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. შეუქცევადი პროცესი დაიწყო, გერმანია ეკონომიკურ კოლაფსს მიუახლოვდა. რუსულ გაზზე უარის თქმამ გერმანულ ბიზნესს და მოქალაქეებს ბუნებრივი აირის საფასური საგრძნობლად გაუზარდა. მომატებულმა ენერგოხარჯებმა დეინდუსტრიალიზაცია დააჩქარა, რამაც უკვე თავის მხრივ უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა შეუწყო ხელი. შედეგებმაც დიდხანს არ დააყოვნა. გერმანული ინდუსტრიის სახემ, ლეგენდარულმა Volkswagen-მა პირველად 87 წლიანი ისტორიის მანძილზე გერმანიაში ქარხნების დახურვა დააანონსა. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა. 10,000 ადამიანი უმუშევარი დარჩება. დარჩენილ ქარხნებში კი ყველა თანამშრომელს ხელფასი 10%-ით შეუმცირდება. თანამშრომლების შემცირება იგეგმება მთელ საავტოინდუსტრიაში და მასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში. ბოლო ასეთი განცხადება 3800 თანამშრომლის სამომავლო გათავისუფლებაზე გერმანული ავტონაწილების ცნობილმა მწარმოებელმა Bosch-მა გააკეთა. გერმანიაში არსებული კომპანიების 40% 2025 წელს თანამშრომლების შემცირებას გეგმავს. ასეთი პესიმისტური განწყობები 2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. გერმანიის მოსახლეობის 20%-ზე მეტი სიღარიბის და სოციალური იზოლაციის რისკის ქვეშ იმყოფება. 2023 წელს 2227 ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკების გამოყენების შედეგად. ნარკოტიკების მოხმარება და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა წინა წელთან შედარებით 12%-ითაა გაზრდილი. გაზრდილია ასევე მოსახლეობის კომუნალური გადასახადებიც. ცნობილი გერმანელი ბიზნესმენი და კომპანია Beckhoff Automation-ის დამფუძნებელი, რომელიც ავტომატიზაციის დანადგარების უმსხვილესი მწარმოებელია, შეშფოთებულია ეკონომიკური სტაგნაციით და ამბობს, რომ ასეთი კრიზისი არ უნახავს. კრიზისი შეიძლება ყოველ 5-8 წელიწადში ელოდო, მაგრამ ამჯერად ეს საშინელი კრახია, ნამდვილად ღრმა დაცემაა. ამ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკა ღრმა რეცესიაშია შესული, აწ უკვე დაშლილი გერმანიის მთავრობა ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებდა. გერმანია აგრესიულად ზრდის სამხედრო ხარჯებს. 2023 წელს ქვეყანამ რეკორდულად დიდი რაოდენობის 67 მილიარდი დახარჯა თავდაცვაზე. როგორ იქცევა ამ დროს გერმანიის ეგრეთ წოდებული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები გერმანიას დაუნდობლად ექცევა და მას თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში იყენებს. გერმანიის მიგრაციული კრიზისი და ევროპაში მილიონობით ლტოლვილი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან სწორედ შეერთებული შტატების და ნატოს ომებს მოყვა.
დაუმთავრებელ უკრაინის ომზეც გერმანელებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ევროპული ქვეყნებიდან. შეერთებული შტატები არც ეკონომიკურად არ ინდობს გერმანელებს. ხელმისაწვდომ რუსულ გაზზე უარის თქმის შემდეგ გერმანიას ამერიკული თხევადი გაზის დიდი რაოდენობით შეძენა უწევს. მხოლოდ 2023 წელს ევროკავშირმა 65 მილიარდი დოლარის ღირებულების თხევადი გაზი შეიძინა ამერიკელებისგან, 70%-ით უფრო მეტი ვიდრე წინა წელს. მაგრამ ეს გაზი გერმანელებს 40%-ით უფრო ძვირი უჯდებათ ვიდრე რუსული გაზი. საკუთარი მოკავშირის დახმარების მაგივრად შეერთებული შტატები მაქსიმალურად ცდილობს გერმანიისგან სარგებლის მიღებას. შეერთებული შტატები ასევე ცდილობს გერმანული და ევროპული კომპანიების თავისთან გადაყვანას და ევროპული კონტინენტის კიდევ უფრო დასუსტებას. 2022 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინფლაციის შემცირების აქტს მოაწერა ხელი. ეს 427 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი იყო. კომპანიები, რომლებიც ელექტრონული ავტოწარმოებით, განახლებადი ენერგიის და მწვანე ტექნოლოგიების გამომუშავებით არიან დაკავებულები, ამ აქტის თანახმად შეერთებული შტატებისგან დიდი რაოდენობის საგადასახადო შეღავათებს და სახელმწიფო სუბსიდიებს იღებენ. ინფლაციის შემცირების აქტით შეერთებულმა შტატებმა ბევრი ევროპული კომპანია მიიზიდა და ისინი დააფიქრა, რომ ევროკავშირი დაეტოვებინათ და შეერთებულ შტატებში გადასულიყვნენ, სადაც მათ ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას პირდებოდნენ. გერმანიის დეინდუსტრიალიზაციის პროცესში ეს პირველი დიდი ჭანჭიკი იყო. გერმანიის დღევანდელი მთავრობის თვითდამანგრეველი პოლიტიკა იმის კლასიკური მაგალითია, როგორ არ უნდა იქცეოდეს მოსახლეობის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. ზოგიერთი გერმანელი კითხვას სვამს, ვისი ინტერესებით ხელმძღვანელობდა შოლცის მთავრობა, გერმანული თუ ამერიკული. Und das bedeutet, dass ევროპას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა და ასევე გერმანიას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი გერმანული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ არ გვჭირდება კანცლერი, ვინც ამერიკას ბრმად მისდევს, როგორც ამას ოლაფ შოლცი აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში. Jahren getan hat. ყველა ქვეყანას იდენტობის საკუთარი მახასიათებლები აქვს. გერმანიისთვის ერთ-ერთი ასეთია საშობაო ბაზრობები, კულტურის ნაწილი, სადაც ჩანს გერმანული ყოფისა და ტრადიციების ნაზავი და რაც მუდმივად იზიდავს არა მარტო ადგილობრივებს, არამედ ტურისტებსაც. სამწუხაროა, რომ სწორედ იდენტობის ეს ერთ-ერთი სიმბოლო უკვე საშიშ და საფრთხის შემცველ ცნებად გადაიქცა. 2015 წლის მიწურულს კიოლნში სწორედ საშობაო ბაზრობაზე მოხდა ქალებზე მასობრივი თავდასხმა მიგრანტებისგან. 2016 წელს ტუნისელი მიგრანტი ტრაილერით შევარდა ბერლინში საშობაო ბაზრობაზე. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა. როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებამ ბოლომდე არ დაიზღვია თავი საიმისოდ, რომ ასეთი რამ აღარ განმეორებულიყო. 2006 წელს საუდის არაბეთიდან გერმანიაში ჩასულმა მიგრანტმა სრულიად მარტივად შეძლო დიდი სიჩქარით მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე ხალხში შევარდნა, ანუ წინაღობების დაყენება თავში აზრად არავის მოსვლია. როდესაც შესაბამისი ორგანოები არსებულ სამწუხარო გამოცდილებას არ ითვალისწინებენ და თავს არ იზღვევენ, ესეც კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ხოლო ის, რომ ყველა ასეთი თავდასხმისა და ტერაქტის უკან მიგრანტი დგას, საიმიგრაციო პოლიტიკის სრულ კრახს ნიშნავს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.